დავიწყოთ იმით, რომ თუ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რამე საკითხის მიმართ საერთო ინტერესი, განუჩნდელად მათი ასაკის, სქესის, სოციალური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულების, ეთნიკური კუთვნილების, აი განურჩევლად ყოველივე ამისა, თუ რამე საკითხის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთო ინტერესი, ერთ-ერთი აუცილებლად არის ის, რომ ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ამავე დროს, თუ რამე საკითხში, რამეში შეუძლია თითოეულ ორგანიზაციას თუ ინდივიდს საკუთარი წვლილის შეტანა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ეს არის გარემოს დაცვა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამიტომ, თუ რამე საკითხს სჭირდება მაქსიმალურად მოსაზრებების გაზიარება, დიალოგი, პასუხისმგებლობის გაზიარება, კონსულტაციები და ზოგადად თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებლად არის გარემოს დაცვა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ყოველივე აქედან გამომდინარე, ეგოკრატია, ყოველ შემთხვევაში, როგორც მე მესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა, არის სრულიად შეუსაბამობაში იმასთან, რასაც ჩვენ სწორ და კარგ გარემოს დაცვით მმართველობას ვეძახით და ვეცდები, რომ ახსნა რატომ და როგორ. რა არის ეგო, ხო? ყველამ ვიცით, რომ ეს არის ადამიანის თვითდაჯერებულობა. რაც უფრო მაღალია ადამიანის ეგო, მით უფრო მეტად არის ეს ადამიანი დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებს. მიაჩნია, რომ რასაც ფიქრობს და როგორც იქცევა, ეს არის სწორი. არ არის გახსნილი კრიტიკის მიმართ. რადგან მიაჩნია, რომ უბრალოდ მისი აზრები არ შეიძლება იყოს და მისი ქმედებები არ შეიძლება იყოს შეცდომა. როდესაც მაღალი ეგოს მქონე ძალა ხელისუფლებაში, მსგავსად მაღალი ეგოს მქონე ადამიანისა, ისინიც ფიქრობენ, რომ მათ უკეთიციან რა არის საჭირო ქვეყნისთვის. ისინი არ შეიძლება ცდებოდნენ, არ უშვებენ შეცდომებს, შესაბამისად არ ეძებენ ამ შეცდომების გამოსწორების გზებს. ისინი ფიქრობენ, რომ კონსულტაციები და მით უმეტეს რეალური თანამშრომლობა და რეალური კონსულტაციები დიდად არაფრის მომცემი შეიძლება არ იყოს, რადგან მათ უკეთიციან რა არის სწორი და რა არის არასწორი. რა არის სწორი თითოეული ჩვენთვის ფიქრობენ, რომ იციან, ჩვენთაგანისთვის ფიქრობენ, რომ მთავრობამ უკეთიცის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს ეგოკრატიული მმართველობა ისევ და ისევ იმ განმარტებით, როგორც მე მესმის და როგორც მე განვმარტავთ, სრულიად წინააღმდეგობაშია, სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ქვია სწორი და კარგი გარემოს დაცვითი მმართველობა და მე აქ მოვიაზრებ ბუნებრივი რესურსების მართვასაც ბუნებრივია, რადგან სწორი გარემოს დაცვითი მმართველობა სხვა არაფერია თუ არა და დიალოგი, მონაწილეობა, ჩართულობა, თანამშრომლობა საჯარო სექტორს, კერძო სექტორს, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ სექტორს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩათვლით და რა თქმა უნდა, მათი აქტიური ჩართულობით მთლიანად ამ პროცესში. სწორედ ამიტომ არის ეგოკრატიული მმართველობა შეუსაბამობაში სწორ და კარგ გარემოს დაცვით მმართველობასთან. ახლა ეგოკრატიული მმართველობა კიდევ უფრო შეიძლება მეტი ზიანის მომტანი გახდეს გარემოსთვის, თუ აქ შემოდის გარკვეული ბიზნეს ინტერესები. და როდესაც ბიზნეს ინტერესებზე საუბრობ, გულისხმობ ისეთ მიმართულებებს, რომელიც პოტენციურად ძალიან მაღალი ზიანის მომტანია გარემოსთვის. ვთქვათ, მსხვილი ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგოობიექტები, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, ესეთი მძიმე მრეწველობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ ძლიერი კერძო სექტორი ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ის რომ მთავრობები ცდილობენ კერძო სექტორის ხელშეწყობას, გარკვეული წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას მათთვის, ეს არც ახალია, არც გაუგებარია და არც ცუდია თავისთავად. მაგრამ მაღალი დემოკრატიის ხარისხის მქონე ქვეყნებში აი ესეთი მთავრობის ასეთი მხარდაჭერა კერძო სექტორის მიმართ ყოველთვის ბალანსდება მკაცრი გარემოს დაცვითი სტანდარტებით. და იმ მექანიზმებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ ეს არის დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მონაწილეობა, კონსულტაციები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და სხვა მრავალი ფაქტორი. როდესაც საუბრობთ ეგოკრატიულ მმართველობაზე
და ისევ და ისევ გულისხმობ, რომ ეს არის ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად იცის ყველაფერი, თვითონ უკეთ იცის რა არის კარგი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. და როდესაც ასეთ ძალაზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ბიზნეს ინტერესები იკვეთება ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან, აი ამ შემთხვევაში ეს გარემოსთვის შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებულად ზიანის მომტანი. ზიანის მომტანი, რადგან ასეთ შემთხვევაში ედუკრატიული მმართველობა შეიძლება მოგვევლინოს კერძო სექტორის მხარედ, მათ ლობისტად და მხარედ და არა ხალხის ლობისტად, ხალხის ინტერესების დამცველად და ხალხის მხარედ, რაც რეალურად, როგორც ვიცით, ეს არის საჯარო სექტორის უპირველესი დანიშნულება და უპირველესი ფუნქცია, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ ადამიანების კეთილდღეობა. მაგრამ თუ მათთან დაკავშირებულია გარკვეული ბიზნეს ინტერესები, როგორც აღნიშნე, ისინი შეიძლება უფრო გახდნენ აი სწორედ ამ კერძო ბიზნესის, კერძო სექტორის მხარედ. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ესეთ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ კონცეფციას და იმ აღქმას, რომ ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს ხალხი. სწორედ ამიტომ დემოკრატიული მმართველობა მიუღებელია.